12 საათი 7 იანვარი არის. ეს ვიდეო არ იქნება არანაირად ტრაილერზე. ეს არხი, ანუ როგორც ტრაილერის ვიდეოებით, ასევე მსგავსი კონტენტით შეივსებ. ამ ვიდეოს დაწყება მინდოდა თბილისიდან, საქართველოსდან და ესეთ კონტენტს ამ არხზე დროთა განმავლობაში შეხვდებით ხოლმე. ბაკურიანში მივდივართ აბაშის გავლით. აბაშის გავლით რატო არ ვიცი, მოკლედაც შეიძლებოდა, მაგრამ გამთენიისას ჩავალთ აბაშაში, აბაშიდან წავალ უკვე ბაკურიანისკენ და ბაკურიანში მოგიყვებით რა და როგორ არის უკვე 2026 წელს. ესეთია ღამის გლდანჰეტენი, გადანათებული არის, რაც ძალიან მომწონს ჩვენ ქალაქში და არა მარტო ქალაქში. ავტობანიც ასევე ესეთი განათებულია. ეს პირველი გაჩერება გავუარე ჩემს მაკაც. საკმაოდ სარიელი არის გზა. თითქმის არავინ არ მოძრაობს და იმედია ესეთი იქნება გზაზეც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოგზაურობის. ესეც ჩვენი ავტობანი გერმანიისგან ძალიან განსხვავებული, იმით რომ ვიწროა, მაგრამ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს რა, ეს განათება. ხო და დაახლოებით 260 კილომეტრი მაქვს გასავლელი, როგორც ჩემი ნავიგატორი მეუბნება. აქაც რა თქმა უნდა ვიყენებ იგივეს TomToms, რა მე ამას რეკლამას არ უკეთებ, მაგრამ რაც ყველაზე კარგად მადგება ეგ არის. საქართველოში ახლა ავტობანზე მისდადის ეს ადგილი თითქმის ყველა მიცის რა. არის ვენტილატორებთან რო არის პარკინგი. და ეს იქნება ჩვენი პირველი გაჩერება. ცოტა ძალა რომ მოვიკრიბოთ. აი იქით არის საშუალება არის ცოტა სული რომ მოითქვას ადამიანმა. როცა უნდა იყოს ამ დროს მით უმეტეს მიუხედავად იმისა რომ მოძრაობა თითქმის არ არის რა. აი რამოდენიმე მანქანა დავდივართ. ვისოლის ბენზინგასამართი ბენდისი შაურმაც გვაქვს. შეგვიძლია შაურმა ვჭამოთ. მაგრამ ამ დროს შაურმის ჭამა ცოტა არასამაყოლიდია მე მგონი. ესეც სმარტი და მოიც აქ ყავა ჩვენ უნდა გავაკეთოთ. A few moments later. მარტივი ყოფილა თურმე და მე არ ვიცოდი ეს ჭიქა უნდა ავიღოთ. ვერ ვიღებდო. კარგია, ეს ერთი. მეორეც? ხო, მეორეც გვინდა. ესე გადავიხდით. აბა. კი, ყველაფერი ჯიგრულად არის. წესით კაი ყავა უნდა იყოს, რა ვიცი, სილარის ყავა ისეთი, ხო? ჯიგრული ყავა უნდა იყოს. ნამდვილი ამერიკანი. წავედით გავაგზავნოთ ახლა გზა. ჩამოვედით რამოდენიმე საათში და ნაბაშაში, მოკლედ ესე იგი გლდანიდან დავიწყეთ, სანზონაში გავედით და სანზონიდან სადამოვყავით თავი აბაშაში. ეხლა ცოტას დავისვენებ და რო გათენდება უკვე წავალთ ბაკურიანში. ესეც გათენდა, კაი ამინდი გამოვიდა და გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას. ჩემი ადამიანიც მზად არის გზისთვის.
გაითრეფია ძმა. არჩი ამინდი კარგია რა. პროსტა თოვლი არა. აი ესე გამოიყურება ბორჯომი, ხო ბორჯომში ვართ ახლა. ალაგ-ალაგ თოვლი რა და სითბო არის ისეთი კურტკა არ გჭირდება. ესეც ცემისკენ მიმავალი გზა და ნელ-ნელა აქეთ მხარეს რომ ამოვდივართ აშკარად თოვლი ემატება, მაგრამ მაინც მზიდან გამომდინარე ცოტა გადამშრალია, მაგრამ აქეთ გუნდა კეთდება რა დიდი ალბათობით, რასაც უყურებს. ხო და ამინდის მიხედვით წესით ხვალ ისევ თოვლია. თვითონ ბაკურიანში წესით დარიგით კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს თოვლი. ხო და ესეც ცემი რა. აქედან ავალთ ხოლმე მე ბაკურიანში. ძალიან ცხელა ბაკურიანისთვის და რა ვიცი. როგორი ამინდი იქნება, ზემოთ არ ვიცი. კიდე ცოტათი მაღლა უნდა ავიდეთ. ცემი არაა ძალიან შორს ახლა ბაკურიანიდან. სითბო კაია, მაგრამ თოვლი ჯობია ესეთ ადგილას. კარგი სასტუმროა, კარგი ხედით და მისაღები ფასითაც რა თქმა უნდა. რამოდენიმე წუთში ახლა დავიძრები და პირდაპირ გავაგრძელებ ზემოთ ისევე გზას, სადაც სრიალსაც შევძლებთ და უფრო მეტ თოვლს ნახავთ ვიმედოვნებ. ცოტა აცივდა რა. მოსაღამოვდა და ცოტა გვეშველა მე მგონი. კი არა სიტყვი. კარგია გიგეთი. მაგარი ძმა, კარგია გიგეთი. მოკლედ თოვლი არ არის. ზემოთაც, რავი, თლათ არასაამაყოთ არის თოვლი და ვნახოთ აბა რა იქნება ახლა. ივალ ახლოს და ვნახავ. ერთი რაც მაიმედებს ის არის რომ ხვალე არის თოვლი გამოცხადებული, თორე ალახი არის ბევრი. თოვლი არის ცოტა. ესეც უცებ აღმოჩნდით. დასასრიალებლად ზემოთ თოვლი აქაც არ არის საკმარი, მაგრამ არა უშავს. მაინც რაღაცა გამოვა. საღამოსაც ძალიან კარგი არის აქ სრიალი. ნელ-ნელა ამინდი იცვლება და როგორც ეწერა, სავარაუდოდ ისეც იქნება ესეთ ღრუბელში. იმედი მაქვს ამაზე მეტი თოვლი გვექნება და მანამდე შეგვიძლია ესე ცოტა ხანი გავერთოთ თოვლში. ერთი მომენტი რაც მინდა რომ თქვა რა. მეც პირველად რომ ჩამოვედი ავიყვანე ინსტრუქტორი და რომ დამჭირებოდა კიდევ ავიყვანდი, იმიტომ რომ არ არის ძალიან ისეთი სახუმარო თემა. სახიფათოა, აქ შეიძლება ისეთი სიჩქარე აკრიფო, მაგალითად რომ ვერ შეძლო გაჩერება რა. და ამიტომ ჯობია რომ პირველად თუ დგები და ან არ ხარ დარწმუნებული იმაში რომ გაჩერდები შიანელებ, მაინც აიყვანო ინსტრუქტორი, მასწავლებელი და მეორე მესამე თაზე უკვე გამოგივა. ბაკურიანში ისევე ახალწლო განწყობაა. ამაზეც ვფიქრობ დადგომას, მაგრამ არა, სურვილი არ მაქვს. არანაირი არაფერი. ხო, ფასები ისე ამ პერიოდისთვის საშუალოდ არის 10 ლარი 1 საათი, ეგრეთ წოდებული ლიჟები. ინსტრუქტორი 70 ლარი ღირს. როდესაც ეს ვიდეო ავტვირთ და შეიძლება მე უკვე სხვა ფასები გქონდეს. ბორანიც ერთი კრუგი 10 ლარი და რაღაც შეღავათები იქ რა, მოკლედ. რომ თქვა რომ არის ძვირი არ არის. მაგრამ რა ვიცი ხა, მისაღები ფასებია რა. არჩე ზოგადად საბოი მაგრად მომწონს, მაგრამ ყველაზე საშინელი საბოია რაც შეიძლება. ყველაზე საშინელი საბოია რაც კი მიჭამია საქართველოში კი არა დედამიწაზე. სადმე სადაც ყოფილვარ. ხო და რა ვიცი, ჩემი რეკომენდაციით ამ საბოიში არასოდეს არ მოხვიდეთ იმაში ბაკურიანში რომელიც არის. საჭმელი არ ვარ არაფრად. ფასები არის ოქტამ. წავით ეხლა ყველაზე კაი ვარიანტი არის ეხლა სახში ჩასვლა და ალკოჰოლის მიღება რამე მისაყოლებელთან რა სიტყვი. მაგაცო. მართალია, მაგრამ აქ კარტოფილი ფრი არის განსაკუთრებულად გენერალური. კი, თუ აიღებთ კარტოფილი ფრი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ესეც ამოვრუნდით სასტუმროში. ხო და ამ ორს დავაგემოვნებთ დღეს. სხვათა შორის ესენი გერმანიიდან წამოვიყოლე და
მოგიმედოვნებ, კარგი იქნება, იმიტომ რომ საქართველოში დამზადებული Jack Daniels-ი თუ გაუსინჯავს ვინმეს, ну, კი არ არწერია, რომ საქართველოში დამზადებულია, უბრალოდ ჩაისფერი და არაყი არის ერთად. ხო და Jägermeister-ი კიდე მე მგონი კონიაკის სტილის არის. მედია რომ ცოტა თოვლი მოიმატებს ხვალე. მაგას უკვე ხვალე გავიგებ. ხო და ესეც მეორე დღე და ბარემ აქვე ვართ და ჩავალთ ბორჯომში. ბორჯომის პარკსაც მოვინახულებთ და წყალსაც ავიღებთ ასევე. და რაღაც ახალ დაბაში არის კიდევ სახაჭაპურა რეკომენდირებული და იქითაც წავალთ. ესეც ბორჯომი. აქაც ატალახებული თოვლია, მოკლედ ძალიან ცუდი სეზონი მომიწია. და დღეები მომიწია ჩამოსასვლელად, როგორც ვაკვირდები, თოვლი არ არის არსად. მაგრამ ბორჯომში ერთი ძალიან დიდი პლუსი არის, წყალი მაინც იქნება ამინდის მიუხედავად. გითხარით რაიმე ბორჯომთან დაკავშირებით? თოვლი არაა, გუნდალპესება. კარგია ბორჯომი? მაგარ საბაგიროზე, კაროჩე. ძველი წეთახივით 560 წელს, კაროჩე, მოვაყო დაარსა ეს საბაგირო რა. თავიდან კაროჩე ცხენი იყო. დაждდებოდა თოკიდესი აყავდი რა. მე ცოტა გამვითარდა ხოაზე ხარ და მე დავხვეწეთ ჩვენ ქართველებმა რა, თორე. კაროჩე ცხენბაგირო იყო ადრე ესე იგი პირველი ეტაპისთვის. ეგრე ერქვა ხო რა, ის. კი, ნამდვილად არ შევნიშნე. თურმე ყოფილა ადრე ცხენბაგირო და გადააკეთეს მერე საბაგიროდ. ხო, მე მან დაждდომას არ ვაპირებ, მაგრამ მოეჭველი ასო არა. ვისაც უნდა შეუძლია დაждდეს. კაროჩე, მე და ეს კაცი დაუძმაკასდით რა. კარგია, აქ პატარა საქართველოც არის ქვემოთ ყველაფერი მოცემული. განათებული რო იყოს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. ესეც ბორჯომის პარკის ბოლო წერტილი თითქმის. ხო და თოვლი აქ უფრო კაი არის და რავი, მე მგონი აქ რო ამოხვიდე და ისრიალო ჯობია რა. და ბევრად სიცივია. საბაგირო, სადაც მე არ ვიქნები. იმიტომ რომ არ მიყვარს იმაღლე. მაგრამ ვიდეო იქნება. ეხლა ჩავალ და ავავსებ ბორჯომის წყალს პირდაპირ მისი დაბადების წერტილიდან რა. აქ ისეთი ვარიანტია. თბილია მოდის თვითონ ეს წყალი და შეიცავს ძალიან ბევრ მინერალს და იჟანგება ასე ვთქვათ, ამიტომ ესეთი ფერი თუ აქვს ეს ნორმალურია რა, სავსებით. ო, ერთი აბა. აი ზუსტად ეხლა გავდივართ პარკიდან და ჩამოდის საბაგირო. ხო და? ნახოთ ეხლა საბაგიროში შიგნით რა ხდება და როგორი ხედი იქნება ზემოდან ბორჯომზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე არის. რავი, საუკეთესო პანორამული ხედები შეიძლება და ერთ-ერთი უძველესი საბაგიროა საქართველოში რა. 60-იან წლებში გაიხსნა და 62 წელს უკვე დაიწყო მოძრაობა რა, ესე რომ ვთქვა და ზოგადად საქართველოს ძალიან ლამაზია და ბორჯომის ერთ-ერთი საოცარი კუთხეა. საბაგიროდან დავტელეპორტირდით ფორიებში, ხო? ახალდაბაში. რეკომენდირებული რესტორანია. გავსინჯავთ და გავიგებთ რამდენად კარგია რა. მოკლედ სუფრაც მოვიდა. ჯერჯერობით ყველაფერი გემრიელია. აი რომ გაძღები, მე არის საინტერესო, აი გემო თუ აქ ქართული. თავიდან ყველაფერი გემრიელი ჩანს. ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, მონატრებული ვარ ქართულ საჭმელს და ქართულ სამზარეულოს და კაია ძალიან ყველაფერი. წავედი ახლა. მივირთვა. აი საჭმელები აღმოჩნდა. არა, ამინთმა საერთოდ წაიღო თოვლი. წვიმს. ატალახდა. ყველაზე ცუდი არის წვიმა ალბათ, ხო, თოვლის დროს, იმიტომ რომ ხრება ის რაც იყო. საერთოდ თოვლი აღარ არის მთებზე შეჩერჩენილი. ეხლა წავალ და ვნახავ რა იქნება მოკლედ ზემოთ ბაკურიანში.
ასეც აღამო, სასტუმრო და არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ცოტა რაღაცა თოვლი წამოვიდა. ხო და ნახოთ, შევხედოთ დღეს თოვლი ისეთი იქნა რომ დადოს, რა ენაზე ვლაპარაკობ არ ვიცი, იქნება მშვენიერი. შეიძლება რომ ხვალე სადმე ჩამოსრიალდეს ადამიანი. ან დღესვე, ღამის ტრასაზე ასე ვთქვათ. ეხლა ჩვენ წავიდეთ ზემოთ დიდველისკენ და შევხედოთ იქით რა სიტუაცია შეგვხვდება და რა სიტუაცია დაგვხვდება. ამასობაში გათოვდა და ძალიან მაგრად თან. აი ესეთი შვენიერი თოვლია. მე ამ ეტაპისთვის ძალიან გმაყოფილი ვარ თოვლით და იმედი მაქვს რაც გუშინ დაგვაკლდა ასე ვთქვათ თოვლის მხრივ დღეს ავინაზღაურებთ. ამოვედით დიდველზე, მაგრამ დიდველზე ესეთი ამბავი დაგვხვდა, რომ აი პირდაპირ ნახე მაგალითად ჯიპი ვერ მოძრაობს. საერთოდ დიდველი დაკეტილიაო მგვითხრეს და ჩავდივართ ისევე ბაკურიანში ეგრეთ წოდებულ 25-იანებზე. ისევე გაიჭედნენ. წინაც აღარ არის მოძრაობა, არც უკან აღარ არის მოძრაობა. და ესე უნდა ვიდგეთ ალბათ ცოტა ხანი და ნახოთ რა. არჩე თოვლი ბევრს უხარია, მაგრამ მაგისთვის მომზადებულები სამწუხაროდ არ არიან რა და რა ვიცი, ახლა კურორტზე რო ამოდიხარ, სადაც თოვლი უნდა იყოს, იქ ყველა ვარიანტში გჭირდება რა, რაღაცნაირად საბურავები მაინც იმისთვის, რომ უბრალოდ გადაადგილდე რა და რა ვიცი, ამ შემთხვევაში როგორც უყურებ, საბურავებით არ არიან, უბრალოდ აღჭურვილები, თორე ყველგან მავალი იყო, რომელიც გაიჭედა და ვეღარ ადიოდა. ხო და ესეთი რაღაცა კიდე ძალიან ტეხავს რა, გადმოვიდა გზა დაკეტა და ეხლა მეც ვეღარ გავდივარ, ის კიდე გამოდის უკან და რა ვიცი, აბა. ჩავალთ რა, თავარია თოვს და მოიმატებს კიდე თოვა. ესე იგი ამოვედით აქაც მშვენიერი ამინდი დაგვხვდა და რა თქმა უნდა სასრიალო თავალთ ეხლა და ისევ ვისრიალებთ უბრალოდ 25-იანებზე რა, იქიდან გამომდინარე რომ ზემოთ მხარეს სადაც ავედით კრისტალისკენ და იმციცის უფრო კარგ ტრასაზე უბრალოდ დაკეტილი იყო, იქიდან გამომდინარე რომ არის ტალახი, წვიმა იყო და ალბათ ვერ მოასწრეს იქ უბრალოდ ტრასის ნორმაში მოყვანა. ხალხი არ არის ძალიან ბევრი. კარგი იქნება სრიალი. უბრალოდ ერთი ის არის, რომ ძალიან ცივა, მშრალი თოვლია და ნახოთ ნიჟები როგორ შეძლებენ ჩამოსვლას. სრიალის მერე ჩამოვედით ღამით რაიმე სხვა გასართობის მოსაძებნად სამწუხაროდ ბაკურიანში ბევრი არაფერი არ ხდება და რატო არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს დაახლოებით აი ესეთი არის ბაკურიანის ვოიაჟი რა, დაახლოებით რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ წამოსვლიდან მეორე დღეს. კაროჩე, თან ამანქანებზე ვართ, ცოტა საბავშვო ამბავია, მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილია. ხანდახან რაღაცისაც შეიძლება გართობა რა და რითი უნდა გაერთო აბა ამით. ბიჭო. პაკი პრიალები გრე. ოდია. არა, გავიწერე ეს. რა ხალხი დავდივარ. აბა ესეც
გასართობი ადგილი. ესეთ game room-ი ვნახეთ. და რა ვიცი, აქეთ თუ ჩამოხვალთ, საღამოს ძალიან კაი სიტუაციაა რა და ნახავ ეხა შევხედავ, აბა როგორ შევძლებ მართვას მანქანის ესეთ სიტუაციაში. აქეთ კამიკაძეს ვარიანტია. აქ მოგებული გამოვედი მე. ჩემმა ტრაილერის სტარების პროფესიიდან გამომდინარე მასწავლა საჭირო ხო? მაგრამ არა უშავს. ეხა დავდგეთ იქით იარაღები ვიცხოვოთ. და გართობების და სრიალების მერე ძალიან კაია. თურმე რა ქვია? ხელი გლინტვეინი. გლინტვეინი. მე არ მინდა მაგის გასინჯვა, იმიტომ რომ საჭესთან ვარ და როგორც მითხრეს ალკოჰოლ შეიცავს, ამიტომ დავლევ ჩაის. ხო და ესეთი ადგილი ვნახეთ. აი ესეთი ადგილი ვნახეთ, სადაც არის გადანათებული ყველაფერი გალამაზებული. უბრალოდ ხალხი არ არის და რატო არ არის, არ ვიცი. ძალიან გვიანიც არ არის. 12-იც არ არის ჯერ კიდევ. კი, გადახდილია. წავედით ახლა მივირთვათ, ცოტა შევთბეთ და დავათვალიერლოთ ეს პარკი. სათხილამურო ტრასიდან დავუბრუნდით ახლა და მივდივართ სახლისკენ, მაგრამ თლად საამაყო ასფალტის საფარი არ არის. უშუალოდ იქით საიდაც გავჩერდით ცემისკენ. არ არის გაწმენდილი რა გზა, რასაც ვაგვირდები და ვიმედოვნებ, რომ ექსესების გარეშე შევძლებთ ასვლას სახლამდე. იმიტომ რომ ერთი ცოტა არა საამაყო ასასვლელია. არ ვიცი, რანაირი ასფალტის საფარი დამხვდება. თან -3 გრადუსი არის ამ ეტაპისთვის. აი ეს ასასვლელი არის, სადაც უნდა ავიდეთ და არ არის, არა, ნახოთ. პირველადი შეხედვით ჩვეულებრივად უნდა ავიდეთ წესით კი არა და თავარი მონაკვეთი გავიარეთ ძალიან კარგად. აქეთაც ცოტა ასფალტის საფარი არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ თანაბარი აქსელერატორით და ერთი სიჩქარით თოლში უპრობლემოდ შეძლებ ასვლას თუ საბურავები ნორმალური გიყენია. ხვალე ავალთ და ცოტას კიდევ ვისრიალებთ, ვარაუდობ. ძალიან მაგარი სპორტი არის, უბრალოდ იქით ზემოთ მეორე ტრასა მინდოდა მენახა დღეს, მაგრამ არ გამოგვივიდა, არ ვიცი ხვალე რა და როგორ იქნება და თუ იქნება რაიმე სიკეთე, იქით გადავალთ. დღეს სულ ეს იყო. ბოლო მესამე დღეს ყველაზე კაი ამინდი გამოვიდა რა. დღესაც ავალთ, ცოტას გავერთობით და მერე უკვე წავალთ დედაქალაქისკენ. მშვენიერი თოვლია დღეს, ცემში ბაკურიანში უკეთესი იქნება. აი ესეთი სტილი შეუღწია თოვლმა ჩემ მანქანას თმაზე, თუ თავზე. მშვენიერ ვიძია. ხო და რავი, ცოტა მაღალი თოვლია. ცოტა მაღალი დაღმართია კი არა და მაგარი დაღმართია წინდა. აი წესი ჩავალ ჩვეულებრივ, იმიტომ რომ აი ასფალტის საფარი თითქმის არ ჩანს რა. ესეც ჩვენი მეგობარი. ბარო ცუგა. წავედით სასრიალოდ.
რა უკაროჩა აი მაგარი ის არის და იმენა სამაშველო ეხლა გიასთან ჩადის რომ იმენა აყვანი თუ სხვა და ძალიან ფული მეტეოროლოგიური პირობები არის ძალიან უჭირს სუბუქ ავტომობილებს მით უმეტეს წინა წამყვანებს მაგრამ ნუ ჩვენ ყველაფერს უნდა შევიჭიდოთ და ნახავთ როგორ განვითარდება შემდეგი მოვლენები დავაი მიდი და პირადად უყურებთ ეხლა მარტი როგორ ცდილობთ რომ ავიდეთ ოყინული არის და რთული მეტეოროლოგიური პირობებია ნახე მაჩი შვენიერი ძმაო მარჩი იმენა ადამიანია მაგრადად ისე კი პატარა ჯიპია ხო არა და რატო ჩამოვედი არ ვიცი რა ვიცი მე მოსახმარებლად ჩამოვედი კარგია შვენივრად ამოვიდა მარჩი საერთოდ უპრობლემოდ თითქოს საერთოდ თოვლი არ ყოფილიყოს გზაზე დავედით სად ვიმყოფებით? დიდველზე, თუ დიდველში, თუ დიდველთან. ხო, სადღაც მაღლა, ცაში. ძალიან არ მიყვარს სიმაღლე, მაგრამ მომიწია რომ დამждარიყავი ესეთ უცნაურ, კი არა და საცნაურ ამბავზე. აბა, როგორ გზნობს თავს? მე მშვენივრად. არა. ხოდა დიდველის ეს ტრასაა. ესე რენდომად ამოვარჩიეთ და ძალიან არასამაყო სიტუაციაა იმ ხრივ რომ გაყინულია რა, ანუ თვითონ საფარი თოვლი ნაკლებად დევს, მაგრამ სხვა გზა არ არის. თუ ამოხვედი ესე ვთქვათ, რა ქვია იმას, საბაგიროთი უნდა ჩახვიდე თხილამურებით უკვე. წავედით. დავეშვათ ახლა ნელ-ნელა იმედია ჯამრთელად ჩავალთ ბოლომდე როგორც საჭიროა. ო და კიდევ ერთი არ არის შეიძლება ვიღაცისთვის მარტივი, მაგრამ მეორე თუ დგავარ თხილამურებს. მოკლედ ესეთი იყო, რა ქვია ამ ადგილს? დიდველი რა. ბევრად უკეთესი ვიდრე 25-იანები, მაგრამ როცა გამოცდილება არა გაქვს, საშიშიცაა და თან რთული, იმიტომ რომ ფეხის პუნქტებს ცოტა ისჭირდება რა. მომზადება 300 ჭირდება მაგარი მომზადება. სულ ეს იყო რა. ეხლა ფრთხილად ავარიები ხდება. შემდეგი გაჩერებას ავარაუდოთ თბილისი უკვე. უეჭვე წავედით. მოკლედ აი ესე თბილისში დავიწყეთ და თბილისში ვამთავრებთ. დავბრუნდით. ესე მოვიარეთ სამთო კურორტი.
ახლობით ესეთი ვიდეო გამოვიდა და რა ვიცი, ვეცადე რომ ნორმალური ყოფილიყო და მე მგონი პირველისთვის ცუდი არ არის და დანარჩენს უკვე სადაც მუშაობ იმ მხარეში გადავინაცვლებ და ესე იგი ტრაილერის გარეშეც შემოგთავაზებთ ხოლმე ევროპაში რა და როგორ, იმიტომ რომ არის ხოლმე დღეები, როდესაც ვისვენებთ და ხანდახან უბრალოდ ქალაქში ვსეირნობთ, ასე ვთქვათ რა და ამიტომ დროებით და შემდეგ ესეთ სერიამდე და მეორე ნაწილი კიდე, რასაც ვაკეთებ, ის გაგრძელდება აუცილებლად.